საქართველოს რაგბის ნაკრებმა პირველი ტესტ მატჩი იაპონიის წინააღმდეგ წააგო. მილტონ ჰეიგი შეგვიძლია თამაში აქტიურად დაიწყეს. მე-20 წუთისთვის 9-0 იგებდნენ. სამი საჯარიმო დარტყმა მერაბ კურიკაშვილმა ზუსტად შეასრულა. ამის შემდეგ იაპონიის ნაკრებმა საქართველოს ორგანიზებული თამაში დაუპირისპირა. ორი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულეს. ტაიმის მიწურულს კი ქართველთა შეცდომებით ისარგებლეს. ბორჯღალოსნების ჩათვლის მოედანზე ლელო დადეს და ტაიმი 13-9 მოიგეს. მეორე ნახევარიც ქართველი მორაგბეების უპირატესობით დაიწყო. მერაბ კურიკაშვილმა ორი ჯარიმა ერთნაირი სიზუსტით გაიტანა. 53 წუთზე კი იაპონელთა დაცვის დაბნეულობით ისარგებლა. ლელო მიითვალა და ბორჯღალოსნები 9 ქულიანი უპირატესობით დააწინაურა 22-13. პირველი ტაიმის მსგავსად იაპონელებმა მეთოდურად ორგანიზებული თამაშით დაიწყეს ანგარიშის შემცირება. იაპონელებმა ზედიზედ 3 საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში გაათანაბრეს. მატჩის მიწურულს ქართველები ჭიდილ-ჭიდილში იაპონელების ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ, თუმცა ბოლოს ბურთი დაკარგეს. იაპონელებმა შეტევა კარგად გამოიყენეს. მატჩის ბოლოს არეკნი გაიტანეს და დრამატულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრები დაამარცხეს. მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა და მორაგბეებმა კომენტარი გააკეთეს. დაგვიმართლა რომ მოვიგეთ, ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. თამაშის ბევრ ასპექტში გქონდა უპირატესობა. მინდა აღვნიშნო, რომ ძლიერ გუნდთან მოგვიწია თამაში და არეკნი საჩუქარი აღმოჩნდა. ამ თამაშის მოგება ორგანიზებული თამაშის წყალობით მოვახერხეთ. პირველ რიგში სახლში 23 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ დასანანია იაპონიასთან მარცხი. დაცვაში კარგად თამაშობდით, შეტევაში კარგი მომენტები გქონდა, თუმცა ჩვენი ნაკლი არის არაორგანიზებული თამაში. მომავალი თამაშისთვის უფრო კარგად მომემზადებით და შევეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ. საქართველოს ნაკრები მომდევნო ტესტ მატჩს 24 ნოემბერს ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა მიხეილ მესკზე 15 საათზე დაიწყება.